ჩემო მეგობრებო, მოგესალმებით. კახაბერ ცერცვაძე. ეხლა ავდექი. ცოტა დილას ავდექი ადრე ჩემი შვილი წუხელი ღამე ჩამოვიდა და ვერ ვნახე 3 დღით იყო წასული რომში. და რა მინდათ აღრო გითხრათ. რაზე იყო რომში წასული? იყო რომში წასული შეხვდა პრემიერ-მინისტრს. ჩემი ბიჭი ბექა ცერცვაძე კი 19 წლის პარლამენტში იყო თავის მეგობრებთან ერთად რაღაც კანონი დაწერეს და დღეს არის მაგის განხილვა პარლამენტში და მიიღებენ თუ არა მაგ კანონს ჩემი შვილის და მისი მეგობრების დაწერეს მაგას უახლოეს დღეებში გავიგებთ და წავიდა ეხლა და მის ოთახში ავიღე, აგერ თვითონ მანახა. უყურეთ ჩემო მეგობრებო. ეს არის საპარლამენტო პარლამენტის თავმჯდომარის თავის ხელის მოწერით პრეზიდენტ ლორენცო ფონტანამ მოაწერა ხელი და ჩემ შვილს ბექა ცერცვაძეს გადასცა ჯილდო, რომ ასეთი წარმატებული კანონის დაწერისთვის, იმიტომ რომ ეს კანონი განიხილეს გუშინ პრემიერ-მინისტრ მელონსთანაც იყო, მანახა სურათები გადაღებული მთელ ოპოზიციასთან, მთელ პარლამენტთან, ყველასთან უსაუბრიათ და 3 დღე იყო პარლამენტიდან, იტალიის პარლამენტიდან ჩემი შვილი არ გამოსულა, ყველგან ჰქონდა შეხვედრა. და გაოცებული ვარ რა, გაოცებული რითით ვარ, იცი? მე კახაბერ ცერცვაძე ზესტაფონში დაბადებული მისი ბიჭი ამხელა რაღაცას აკეთებს იტალიისთვის და იტალიაში, იმიტომ რომ აქ არის დაბადებული და მაინც სხვანაირად ფიქრობს და სხვანაირად აზროვნებს, ჩემი აზრით. და მე როგორც მამა, როგორი გახარებული ვარ დღეს, რომ ჩემი შვილი ამხელა წარმატებებს 19 წლის არის და ამხელა შეხვედრებს ამხელა წარმატებას მიაღწია თუ გინდა ამ 19 წლის განმავლობაში იტალიაში. აი ეს არის დემოკრატია, ეს არის თავისუფლება და ეს არის ვერ გეტყვი რომ მე ვინმე ნაცნობი მყავს ახლა პარლამენტში და ჩემი შვილი გაუშვი, როგორც ხდება ხოლმე, რა ვიცი, ჩემი ბავშვობაში სულ ასე იყო ხოლმე, მაგრამ აქ სხვანაირად არის, ეთყობა ყველაფერი, ეთყობა კი რა ასია. და ერთადერთი აი ბექა ცერცვაძე და მინდა მას წარმატება უსურვო, სურათები მანახა მელონთან გადაღე პრემიერ-მინისტრთან გადაღებული რაღაც სურათები და მეთქი მომეცი თქო მინდა ჩემ გვერდზე დადო და არ მომცა მაგის უფლება და მე შეუსრულებ მაგას არ დავდებ მაგ სურათებს და მითხრა რომ მადლობაო, მე ვუთხარ წარმატებები მინდა გისურვო თქო და მინდა მართლა წარმატებები უსურვო და რაღაც წვლილს შეიტანს ალბათ იტალიის განვითარებაში, რა ვიცი, ნახოთ ბობავალი გვაჩვენეს, მაგრამ ძალიან გახარებული ვარ როგორც მამა. გაიხარეთ ჩემო მეგობრებო, მიყვარხართ და რა ვიცი, სულ ასე გახარებული ყოფილიყავით, როგორც დღეს მე ვარ გახარებული, აი თქვენი შვილები რო ასე გაგახარებენ. გაიხარეთ ჩემო მეგობრებო, მიყვარხართ ყველა თქვენი ერთი უბრალო ადამიანი კახაბერ ცერცვაძე ზესტაფონსკი. გაიხარეთ, მიყვარხართ.